ანტიკურ ბერძნულ რომაულ სამყაროში კავკასიის ალბანელთა შესახებ არაერთი უცნაური და საინტერესო წარმოდგენაც არსებობდა. მაგალითად, პირველ საუკუნეში მოღვაწე რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი და მესამე საუკუნეში მოღვაწე გაიუს სოლინუსი თვლიდნენ, რომ ალბანელები ბერძნული მითოლოგიის ლეგენდარული გმირის იასონის შთამომავლები იყვნენ. ხოლო მარკუს იუნიანუს იუსტინუსი იგივე იუსტიანე თვლიდა, რომ ეს ხალხი აქ იტალიაში მდებარე მთა ალბანოს მიდამოებიდან გამოყვნენ ჰერაკლეს, როცა მან გერიონის ძროხები ესპანეთიდან კავკასიისკენ გადარეკა. ბერძნულ-რომაული სამყაროს ზოგიერთი ავტორი კი კავკასიის ალბანელებს ასე ახასიათებდა. შორეულ მიწებზე ალბანელებად წოდებული ხალხი იბადება, რომელთაც თმები ბავშვობაში უთეთრდებათ და რომლებიც ღამე უკეთ ხედავენ ვიდრე დღისით. როგორც ხედავთ, ბერძნულ-რომაულ სამყაროში კავკასიის ალბანელებზე არაერთი მითი იყო გავრცელებული. მითების სამყაროდან ისტორიას დაუბრუნდეთ. სხვადასხვა ცნობით დასტურდება, რომ კავკასიის ალბანეთში რამდენიმე დიდი თუ პატარა ტომობრივი გაერთიანება სახლობდა. ბუნებრივია, რომ როგორც მთლიანად რეგიონში, კავკასიის ალბანეთშიც გარკვეული ეთნიკური თუ ენობრივი მრავალფეროვნება იქნებოდა. და ადგილობრივ კავკასიელ ალბანურ ტომებთან ერთად ამ ტერიტორიებზე დიდი ალბათობით ასევე ცხოვრობდნენ ირანულენოვანი, მაგალითად აქ ოდესღაც დასახლებული სკვითების შთამომავლები, სომხურენოვანი, განსაკუთრებით სომხეთთან მოსაზღვრე პროვინციებში და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე თუ სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ხალხი. თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კავკასიის ალბანეთის მოსახლეობის ბირთვს ავტოქტონური, ანუ ადგილობრივი კავკასიური მოდგმის ალბანური ტომები შეადგენდნენ.